მე ნათია ვარ ჯანმრთელი ჯანსაღი აღდგენილი გაჯანსაღებული განთავისუფლებული სული კიდე ერთი რაღაცა დაუშვათ ადამიანი ეხლა რო ფიქრობს ნერვიულობს სხვა ადამიანზე რაღაცა დაუშვათ მტერზე ხო ის მტერი ნერვიულობს ამ ადამიანზე არ ნერვიულობს პირიქით იქით იცინის ადამიანს უნდა რომ ეს კარმიჩისკიული უძლები ამ მტრებთან დაუშვათ დაშალოს მოხსნას გააბათილოს ეს ცოცხალი ორფეხა მტრებთან დაშალოს მოშალოს გააბათილოს ეს კარმიჩისკიული უძლები და უთხრას რომ მოდი ეხლა ნუ დავაცინინებთ თავს ამ ჩვენ ვიღაცა ჩორტიკებს მორტიკებს და მოდი რა ქვია მოვშალოთ გავანულოთ გავაბათილოთ ჩვენ შორის დაგაორები ყველაფერი ადამიანი ცდილობს რომ ეს კარმიჩისკიული უძლები მოხსნას ხან მადლობით ხან ბოდიშით ხან მიმიტევებიათი, ხან მომიტევებიათი, ხან პატიებებით, ხან სვეტლობოვებით, ხან მედიტაციებით, რომ ეხლა ამ შინაურ მტრებთან, გარეულ მტრებთან მოშალოს ეს რაღაცა დაგაორები, მაგრამ წვალობს ეს ადამიანი, რომ ჩემთვისაც კარგი გავაკეთო და მოდი იმათაც ცოტა კაი გავუკეთო, ფიქრობს კაი ადამიანი რაღაცას, ხო? მოდი ვაპატიო არაუშავრა იყო მოხდა მოდი ჩემთვისაც კაი გავაკეთო და წვალობს ეხლა რომ ეს კარმიჩისკიული ძლები მოხსნას განთავისუფლდნენ ერთმანეთისაგან ერთმანეთის ვალებისაგან ერთმანეთის კატათაგობებისაგან ერთმანეთის მაიმუნობებისაგან რომ განთავისუფლდნენ ცდილობს ეს ადამიანი მაგრამ ის სხვა მტრები სხვა ორფეხა მტრები ცდილობენ რამეს, დარდობენ რამეს, ფიქრობენ რამეს, აკეთებენ რამეს. მადლობა თქვენს, მოინანიეს. უნდათ საერთოდ კარმიჩისკიული უძლების მოხსნა, იციან საერთოდ რა არის კარმიჩისკიული უძლები? თუ პირიქით უხარიათ, აი დავჩაგრე, აი უყურე რა უყავი, შეხედე. დავჩაგრე, დავამცირე, დავიმონე, დავაჩმორე, დავაშინებ, ცემე. ამიტომ ადამიანი რომ მუშაობს, საერთოდ უნდა იმუშაოს ძალიან ფრთხილად, რომ ანუ ამა ძალებმა ძალიან ცუდად იციან ზემოქმედება. და უნდა მოიშორო კარმიჩისკიული უძლები ადამიანმა, ვინც არ იცის კიდე გიხსნით და ძალიან აქ თხოვთ რაღაცა სულელურ რა ქვია რაღაცებს ნუ მწერთ მე აქ მკითხავი არა ვარ ეს არის ენერგეტიკული განწმენდა, პროგრამული განწმენდა, ეს არის ლოცვებით განწმენდა, კარმიჩისკიული უძლების მოხსნა, გადატრანსფორმირება, პროგრამების უნდა შეეცადოს ადამიანმა, რომ გადაატრანსფორმიროს როგორმე ეს პროგრამები თავისთვის ასიკეთოთ. მკითხავი არა ვარ მე და არა მკითხავ. მომავალი არ ვიცი, ვინ ვის წოლად რა გაყვება, ვინ ვის შეყვარებული ეყოლება, ვინ მეგე არ მაინტერესებს მე მასეთი რაღაცე. თუ ყვარს ადამიანი გაყვეს წოლად რა, გაიწმინდონ კარმიჩისკიული უძლები დაიცვან თავიანთი ურთიერთობა და იყურეთ სოლქბარ, ცუდია, კაია სიყვარული, კაია, ძალიან კაია სიყვარული, რა პრობლემაა მაგის? მე რა ვიცი ეხლა ისა ადამიანს მე მკითხავი არა ვარ, კარგად იქნებიან ერთად თუ ცუდად იქნებიან, თუ არაფერს არ დაუშავებენ ერთმანეთს, კარგად იქნებიან ერთად. თუ დაუშავებენ რამეს ერთმანეთს, ვერ იქნებიან კარგად ერთად. აბა რა ვქნა რა პასუხი გავწე. მკითხაობას არავინ არ იცის რა იქნება. მაგას ჩვენ ვერ დავგეგმავთ, იმიტომ რომ არის 1000 მატრიცული პროგრამები, ეს მატრიცული დისტრუქციული პროგრამები ადამიანზე მოქმედებს. არის ყველა სულს თავისი პროგრამა აქვს. ეს არც ერთ სულს არ უნდა ცუდი, მაგრამ ხდება ისეთი რაღაცეები, რომ დაუშვათ ხან კარგად არიან, ხან ცუდად არიან, ხან უჭირთ, ხან უხით, ხან ჩხუბობენ და ასე შემდეგ. ეს წინასწარ არც ერთი სული არ გეგმავს არაფერს. ყველა სული გეგმავს მომენტებს, წესის სიჩას, აი დროებით მე დღეს
დღეს ესე იყო, всё, მე ავდეგებ, დავისვენებ, განვიტვირთები, ულტრაფიოლეტოვი პატოკები ჩამოვირიცხავ, ასე თქვა, დისტრუქციულ პროგრამებს, ტურტყლებს, რაღაცებს, როგორც შემიძლია, დავიბან აბანოში, ხო, რაღაც განვიტვირთები, ცოტა მოვიყვან თავს მწყობილობაში, მერე ისე დავიძინო, ტვინი დავასვენო, ნერვები დავასვენო, რო გათენდება ხვალე, აბა მე რა ვიცი, რა იქნება. თოვლი მოვაწვი, მამოვაქარია მოვარდება თუ რა იქნება ეს ყველაფერი მოქმედებს ადამიანზე. მე არა ვარ მკითხავი და მკითხაობა რა ქვია, არავის არ შეუძლია და ვერავინ ვერ ეტყვის, ვერავის კი, კარგად იქნებით, კი, ცუდად იქნებით. თუ გიყვარს ადამიანი, უნდა შეეცადო იმას, რომ კი, იმასთან კარგად იყო, განათავისი აწირე და შეაკვდი და იმას არ უყვარხარ და შენ მაინც გიყვარს და განაეგრე. თუ არ უყვარხარ, აიდარდი. ნორმალურების ფარგლებში, ისე რომ შენი თავი არ დააზიანო პირველ რიგში. ეხლა მერე კიდე ეს სხვა ადამიანებიც, ეს მტრები, რომ იმაშვრება, რა ქვია, მტრები რომ არ ცდილობენ გამოსწორებას და კარმიჩისკიული უძლების მოხსნას, აი ამ დროს ადამიანმა ძალიან ფრთხილად უნდა იმუშაოს, რომ იმათი კარმები მოხსნა კი არა, პრიწაჟენია რო არ გააკეთოს პირიქით აქეთ. აი მე მინდა დაუშვა ჩემ ყოფილ მეუღლეს ვეჩხუბე, ან დაუშვა ჩემ ძმას ვეჩხუბე, ან დედაჩემს ვეჩხუბე, ან მამაჩემს ვეჩხუბე და მე მინდა ეს შეცდომა გამოვასწორო და მე მინდა ესე და მე მინდა ისე და ვცდილობ ეს დისტანციურად ისე გავაკეთო, რომ რა ქვია, იმისი კარმები კი არ მივიზიდო, იმასთან გავანულო, გავაუქმო ეს დისტრუქციული ურთიერთობები, დისტრუქციული სცენარები, დისტრუქციული პროგრამები, ეს ყველაფერი ენერგიები ავიღო იქიდან და გადავატრანსფორმირავო ჩემთვის ვაბლაგა. აი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, ზაშიტულად უნდა იყოს, მით უმეტეს რომ მაგალითად იმ ჩემ ძმას, იმ მამაჩემს, იმ დედაჩემს, იმ ჩემ ყოფილ ქმარს, ან ვინც არ უნდა იყო, ყოფილ დაკარს, ყოფილ ძმაკაც, არ უნდათ არიციან, არ უნდათ არ აინტერესებს ეს კარმიჩისკიული ზულის მოხდა კი არა, ბოდიშის თქმა არიციან, ან მადლობის თქმა არიციან, არ აინტერესებთ. всё, აი რაც მინდა ეხლა მე იმათი კარმები და ამ ხრივ ეს მინდოდა, მე თქვა ძალიან ფრთხილად უნდა იმუშაოს ადამიანმა. დაიცვას თავისი თავის, თხოვოს ანგელებს, არხანგელებს, რომ აი ანგელებო, არხანგელებო, დამეხმარეთ, სად რა დაგაორები მაქვს, სად რა კარმები მაქვს, სად რა კარმიჩისკი პრივატსკები, პრისოვსკები მაქვს, ეს ჩერez ვისი, ჩერez რისი, ჩერez რატო, ჩერez მატერიალით, ჩერez სამსახურით, ჩერez ფულით, თუ ჩერez შინაურით, თუ ჩერez გარეულით, რატო, რისთვის და ნელ-ნელა ეს ყველაფერი მომეხსნას, წაიკითხეთ მანიფესტები, პირველი, მეორე, მესამე, ბევრი მანიფესტებია და წაიკითხეთ მანიფესტები, განიტვირთეთ, ბელი პატოკებით და იმასქენით გამოიცოცხლეთ თავი ნელა-ნელა და ნელა-ნელა მოხდება რაღაცა თქვენთვის სასიკეთოდ, ნელა-ნელა განთავისუფლდებით. მერე კი არივლით, იფრენთ, მერე რა ქვია, უნდა შეეცადოს ადამიანმა, რომ ძალიან ფრთხილად იყოს, რომ ეს სხვისი კარმები, კარმიჩისკიული უძლების მოხსნის დროს სხვისი კარმები არ მიიზიდოს. პერეკლატკებს აკეთებენ ძალიან. იმას თავისი კარმები არ აინტერესებს და შენ რომ მიდიხარ ისეთ ტუპოი ადამიანთან, რომელსაც არ აინტერესებს კარმები და რა არის კარმები და რა არის, მოდი ჩვენი ურთიერთობა ცოტა გამოვასწოროთ, ხო? ტელეპათიურად რო ელაპარაკები ადამიანის სულს და ისულით რო ტუპოია და რო არ აინტერესებს, ხო? ავისული როა, არ აინტერესებს. ამიტომ ადამიანმა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ამ ხრივ, არავის არ შეეხო საერთოდ შენ ბიოპოლში, თქვენ ბიოპოლში დადექით და სთხოვეთ ღმერთს, რომ ღმერთო თუ ვინმესთან რამე ანგელოზებო, ჩემო წმინდა ჭეშმარიტო სულო, ჩემო წმინდა ჭეშმარიტო ვიშია, თუ ვინმესთან რამე ვიშიეს ვეტრიესილებო, თუ ვინმე მომიტევეთ, ჩემი წყალეთ, დამიხმარეთ, დამიფარეთ, განთავისუფლეთ ჩემი სული, ჩემი ბიოსისტემა, ჩემი აზროვნება, ჩემი ფიზიკურად, სულიერად, რა ქვია, მატრიცულად, გონებრივად,
ეფირულად, რა ვიცი, გამანთავისუფლეთ, რომ აი დაუშვათ ესე იყო, ესე რაღაცა თუ არის კარმიჩისკიული უძლები ამ შემთხვევაში აქედან, ანიქიდან, რომ მოვიშორო ეს კარმიჩისკიული უძლები. დადექით, მერე წაიკითხეთ მანიფესტი, რომ მე რასტარგავს დაგაუორებს ძველ მტრებთან, ახალ მტრებთან, შირეულებთან, გარეულებთან, ამის გამო, იმის გამო, ამის გამო, ამიზეზით, ამიზეზით და всё, закрываю წვეთ იმათან ურთიერთობებს ვიღებ იქიდან ჩემს რესურსებს, ჩემს ჯანმრთელობას, ჩემს დაკარგულ დროს ვატრანსფორმირებ ამ ჩემს ენერგიებს, ჩემს ჩისტოტებს, სვეტლობა, სიხარული, ჯანმრთელობა, ბედნიერება ჩემთვის ვაბლაგა, закрываю იმათან პარტალებს, закрываю, становлю ანუ ზალატე ультрафიოლეტოვი ფილტრებს და всё, უნდა ეცადოს ადამიანი, რომ ბალანსირდები, გარმონიულდები, ყველაფერი ხდება ჩემთვის ასიკეთოთ. და შეეცადეთ, რომ საერთოდ ეს ისეთი მატრიცაში ისეთი მაიმუნობა ხდება, რომ კარმიჩისკიული პერეკლადაობა ხდება, ჯერ იმ როდიდან, მერე იმ მშობლებიდან, მერე იმ ნაცნო და ასე, რომ მე უნდა განაცხადოს ადამიანმა, რომ მე სხვის კარმებზე არ ვაგებ პასუხს, რაც ჩემია, ვანულებ, ვაბატილებ, სხვისი ასე ვთქვათ, დაგაორები, მოგოვორები, შეცდომები, რა ჩემი ბრალია, ის თუ ცუდი კაცია და ყველასაც ემს ტყეპავს, ჩემი ბრალია, არ არის ჩემი ბრალი. იმანი თავის თავზე აგოს პასუხი. და ზაპრეში აიუც ჩემზე კარმიჩისკიული უძლების პერეკლადაობას, შინაურებსაც, გარეულებსაც, всё. ჩემი სული, ჩემი თავი, ჩემი რაც ვარ, ჩემს კარმიჩისკიულ უძლებზე ვაგებ პასუხს, ჩემს შეცდომებზე ვაგებ პასუხს. და ვუკრძალავ ყველას ჩემზე დისტრუქტივობასა და ნეგატივობას, всё. ბადლობად ჩემ ვიშიას, ბადლობად ჩემ სულს.